სახალხო პარტია, ევროპის სახალხო პარტია იყო არის და დღესაც რჩება ლობისტ ორგანიზაციად ნაციონალური მოძრაობის და ეს არის აღიარებული ფაქტი. თუ რამდენი მილიონია დახარჯული მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და გიგა ბუკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს, ეს მე მგონი საკითხია, რომელიც თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა ბატონმა ივანიშვილმაც არაერთგზის აღნიშნა, მაგრამ სხვა საკითხია, რომ ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგები ჩვენ არ გვიხილავს. თუმცა ფაქტია, რომ იპიპ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ცდება ყოველგვარ წარმოდგენას საერთაშორისო საპარტნიორო ურთიერთობებთან დაკავშირებით და ის პირდაპირ არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიმართულია ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ. რამდენად ჩემთვის ცნობილია იპიპ-ის პრეზიდენტი ჩამობრძანდა საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ მას ბრჭყალებში ღირსეული დახვედრა უნდა მოუწყონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იმ საზოგადოებრივმა მოძრაობებმა, ვისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ფორმალური დამოუკიდებლობის საკითხები არის მათი სამოქმედო, ესე ვთქვათ, ძირითადი თემა. ვინაიდან განცხადება, რომელიც შანტაჟის ცდილობასაც კი მოიცავს თავისი შინაარსით, გამომდინარე იქიდან, რომ თურმე ვიზა ლიბერალიზაციის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომლითაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის განხორციელებული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად ჩვენ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოგვეცემოდა ევროპასთან, გადაიდება იმ გარკვეული ვადით, რა ვადითაც თურმე დარწმუნდება იპიპ, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები, ასე ვთქვათ, უსაფრთხო მდგომარეობაშია და ადამიანის უფლებებს არ ემუქრება საფრთხე და თურმე ქვეყანას, როცა აღარ ეყოლება პოლიტიკური პატიმრები, ვიშიც მას თulis, იგი თulis ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩან ახალაიას, მხოლოდ ამის შემდეგ მხარს დაუჭერს იპიპ, ასე ვთქვათ, ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებას. ეს არის პირდაპირი შანტაჟი, მე ვთვლი, და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს არის სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი, ღირსეული პასუხი დააბრუნოს ასეთი გამოწვევების მიმართ. მე არ გამოვრიცხავ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტიურად მიღებულია კოალიცია ქართულ ოცნებაში სუბიექტებად დაშლისა და ცალ-ცალკე სუბიექტებად წარმოდგენის საარჩევნო მარათონში, დაკავშირებული იყოს იმ აკომპრომეტირებელი მასალების არსებობასთანაც, რომლის ფარგლებში მე არ გამოვრიცხავ, რომ დღეს არსებული მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები იქნენ დაშანტაჟებულნი. მოდით კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ განცხადებებს, რომელიც იგივე ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გააკეთა და მან სრულიად ცალსახად მკაფიოდ და ნათლად განმარტა, რომ არ შეიძლება მაღალი პოლიტიკური თანამდებობა ეკავოს პირს, რომელიც არის დისკრედიტირებული და რომელიც არის დაშანტაჟებული. რა იგულისხმება? ამაში პირველ რიგში იგულისხმება უტყუარი ცნობა, ინფორმაცია სპეციალური სამსახურების მიერ, რომ კონკრეტული მოქმედი მინისტრი იმყოფება შანტაჟის ქვეშ. როდესაც სპეცსამსახურებმა ზუსტად უწყიან, რომ ამ ტიპის მაკომპრომეტირებელი ხასიათის მასალები რეალურად არსებობს, მაშინ ბუნებრივია ერთადერთი გზა ხსნა და გამოსავალი იმისთვის, რომ პოლიტიკური სისტემა, სახელისუფლებო სისტემა არ ჩამოიშალოს, არის ის, რომ აღნიშნული პირი გათავისუფლდეს შანტაჟისგან. და გათავისუფლება ბუნებრივია მტკივნეულოდ და უჩუმრად რომ განხორციელდეს ისე რომ არ მოხდეს ანგაჟირება თემისა თუ რა არის მიზეზი კომპრომატისა, ბუნებრივია ნიშნავს ამ ადამიანის ჩამოშორებას დაკავებული თანამდებობიდან. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა მეთოდით განხორციელდება, როგორი კულუარული ასე ვთქვათ, კონტენტი ექნება ამას мотивაციასთან დაკავშირებით, ეს არის უშუალოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის თემა, მაგრამ რეალურად რომ ასეთი პირი არ უნდა აგრძელებდეს თანამდებობაზე ყოფნას, ეს მე მგონი არის ბანალური ჭეშმარიტება, რაშიც საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი დაგვეთანხმებოდა და თუ კი და რეალურად არსებობს საფრთხე იმისა, რა თქმა უნდა, რომ 26,000 ფაილს შორის იყოს ისეთი ტიპის მაკომპრომეტირებელი ხასიათის პირადი ცხოვრების ამსახველი თუ არაპირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ვიდეო სიუჟეტები, გნებავთ აუდიო სიუჟეტები, რომლიდანაც გამომდინარე, მიზანშეუწონლად ჩაითვალოს იმ კოალიციის ერთობა, რომლის ლიდერებთან შორის შეიძლება იყვნენ ასეთად, ასე ვთქვათ, დაშანტაჟებული პირები და მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სწორედ ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი мотиваტორი იმისა, რომ ქართული ოცნება დაიშალოს მარტივ მომრავლებად და ცალკე წავიდეს თითოეული სუბიექტი არჩევნებზე. Volunteer
რა თქმა უნდა, პოზიტიური ხედვა უნდა გქონდეს ყველას, რომ ასეთი გამოძიების შედეგები საბოლოოდ საჯარო ინტერესს აკმაყოფილებდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ოპტიმისტური ასეთი განწყობა. ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს ჩვენ ის გარემოება, რომ დღემდე საგამოძიებო ორგანოების მიერ, პროკურატურის მიერ არ არის კონკრეტულ კვალთან დაკავშირებული შუალედური გამოძიების შედეგები მოცემული და ეს ჩვენ გვაძლევს, ასე ვთქვათ, შეშფოთების საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება და რაც მოსალოდნელიც იყო, დამოუკიდებელ რეჟიმში ვერ შეძლებს გამოძიება მიიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე. თუმცა ამ შემთხვევაში რამდენად ამოქმედებულია სამართლებრივი დახმარების ჩარჩო კონვენციები, რომლითაც ჩვენ არა მხოლოდ დასავლეთ ევროპის ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ, არამედ DST სივრცეშიც, ვინაიდან მინსკის ჩარჩო კონვენცია 1993 წლის ჯერ კიდევ იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოს, რუსეთის, ბელორუსის, უკრაინის, ყაზახეთის, თურქმენეთის ხელისუფლებებმა ითანამშრომლონ, სომხეთის და აზერბაიჯანის ამავე დროს ითანამშრომლონ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში და თუ კი მათ ტერიტორიაზე იკვეთება IP მისამართების არსებობა, საიდანაც მოხდა აპირთვა, ან არსებობს გარკვეული ინფორმაციები მომავალში აპირთვასთან დაკავშირებით, მე მგონი რომ დაყოვნების დრო ამ შემთხვევაში ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა გქონდეს მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გარკვეული სტიგმატიზირება არსებობს ზოგიერთ სახელმწიფოსთან და პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობისა და ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები სამართლებრივი დახმარების ჭრილში თუნდაც გადასადგმელი აქვს საქართველოს შვეიცარიის ფასილიტაციის გარეშეც. ძალიან ლოგიკური შეკითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ 31 მარტი თუ არ ვცდები იყო კიბერტერორისტების მიერ დაანონსებული თარიღი, რა დროსაც უნდა გავრცელებულიყო გარკვეულ პირთა წრის მიმართ მაკომპრომეტირებელი ხასიათის მასალები და ერთადერთი პოზიტიური პირობა იმისა, რომ არ გავრცელებულიყო, ნაგულისხმები იყო და მოთხოვნილი იყო, რამდენად ჩემთვის ცნობილია, რომ გადამდგარიყვნენ გარკვეული პირები, რომელთა ჩამონათვალიც მოყვებოდა ამ დანარჩს. ჯერჯერობით და ბუნებრივია ხა ის ადრესატები, ვინც მიიღეს აღნიშნული გზავნილები, ძირითადად ჟურნალისტები არიან, რამდენად ჩემთვის ცნობილია და გუშინ გახდა ცნობილი, რომ კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, ბატონმა ვანო მაჭავარიანმა მიიღო აღნიშნული გზავნილი, რომელიც მან წარუდგინა პროკურატურას და აცი უკვე პროკურატურის იმედად არის დარჩენილი საზოგადოება, რომ აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების არსებობის პირობებში გამოძიება დაჩქარდება. თუმცა ყველაფერი, ასე ვთქვათ, წინ არის, ხვალ არის 31 მარტი და შესაბამისად ყველაფერი გახდება ალბათ ხვალცნობილი.